მობრძანებისთვის ვენაში ბრძანებით ახლა როგორც ვთქვით ცოტა ხნის წინ და ქართული კუთხე გაიხსნა ვენის ავსტრიის კი ბატონო გამარჯობათ მოგესალმებით ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის ვენაში ვიყავით ვიზიტით ორგანიზებული იყო ეს ვიზიტი უშუალოდ ვენის ბიბლიოთეკის მიერ, საქართველოს საელჩოს მიერ და ასევე დიასპორის სამინისტროს მიერ და ბუნებრივია ერთ-ერთი მთავარი თქვათ ფუნქცია ამ ყველაფერში ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელმაც თქვათ წამოიწყო აქცია, რომლის შესახებაც თქვენთვის არის ცნობილი. ეს აქცია ერთგვარად ითვალისწინებს ქართული ბიბლიოთეკების გახსნას საზღვარგარეთ და ასევე კუთხეების გახსნას. ამ შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც თქვათ ქართული კუთხე გაიხსნა უშუალოდ ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყანაში, გულისხმობ ავსტრიას, ვენას და ძალიან მნიშვნელოვან ბიბლიოთეკაში, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ყავს ყოველდღიურად და შესაბამისად ეს კუთხე იქნება საკმაოდ წარმომადგენლობით ადგილას თქვათ გაკეთებული და იქიდან გამომდინარე რომ თქვათ ეს კონკრეტული კუთხე ერთი მხრივ დაკომპლექტებულია ქართული წიგნებით და მეორე მხრივ დაკომპლექტებული არის წიგნებით, რომელიც არის ასევე გერმანულ ენაზე საქართველოს შესახებ და ასე შემდეგ, ის მოიცავს პოტენციურად როგორც ქართულენოვან მკითხველს და ავსტრიაში, ჩემდა გასაკვირად კონკრეტულად ვენაში საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ქართულენოვანი და ასევე ბუნებრივია ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ქართული კულტურით საზღვარგარეთ, იქნება ეს ავსტრიელი თუ სხვა მკვლევარი, რომელმაც იცის გერმანული ენა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელი მიუწვდება თქვათ ამ ენაზე გამოცემულ მასალებზე. ჩვენ დავტოვეთ ბილინგური წიგნებიც კი, ან იგულისხმება წიგნები, რომელიც თქვათ დასტამბული არის ქართულ ენაზე და დასტამბული არის თქვათ გერმანულ ენაზე, როგორც ქართულენოვანი ავტორების, ასევე ქართველი ავტორების, ასევე თვითონ ავსტრიელი ავტორებისაც არის ასეთი ძალიან საინტერესო პროექტი, ავსტრიული პოეზიის ანთოლოგია, სადაც არის მთელი ავსტრიული პოეზია განთავსებული, როგორც გერმანულ ენაზე, ბუნებრივი ავსტრიული ნიუანსებით, იქ რაღაც თქვათ ისობრივი ცვლილებები არ არის, არც ერთ შემთხვევაში, ასევე ქართულ ენაზეც თარგმნილი, რამაც ბუნებრივია ძალიან გაახარა იქაური წარმომადგენლები, იმიტომ რომ თქვათ კულტურების ურთიერთობის თვალსაზრისით, როგორც წესი, მათი თვალთახედვიდან ერთგვარი ვაკუუმი იყო, ჩვენ არ გქონდა მტკიცე ხიდები ამ თვალსაზრისით და მე ვფიქრობ, რომ აი ამ კონკრეტული ბიბლიოთეკის გახსნას ეს წიგნადი ფონდი ამ წუთაში ადგენს სადღაც 300-მდე ერთეულს, აქვს ზუსტად ის ფუნქცია, რომ თქვათ ეს ურთიერთობები უფრო გამყარდეს და არა მარტო თქვათ ეს იყოს ტიპური ბიბლიოთეკა, არამედ როგორც სხვა შემთხვევებში ვაპირებთ, სხვა ქვეყნების შემთხვევებში ჩვენ თქვათ ჩავიყვანოთ წარმომადგენლები, წერლები, ასე შემდეგ და გავაცნოთ იქაურ ავტორებს და კითხველებს, ბიბლიოთეკარებს და შესაბამისად საზოგადოებას, ასევე გვინდა რომ თქვათ ჩვენ გავხსნათ ავსტრიული კუთხეც და ამისთვის წიგნების რაღაც ნაწილს დაგვირდა როგორც წარმომადგენლობა თვითონ მეგულისხმობ ბიბლიოთეკას, ასევე საქართველოს საელჩოს, რომელიც ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში. შესაბამისად, მე მინდა ვთქვა დასკვნის სახით ასეთი რამ, რომ თუ ჩვენ გავააქტიურებთ თქვათ ამ წიგნების პოპულარიზაციას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ნამდვილად არ შეგხვდება ყრუკედელი და ამ ყველაფერის დასტური არის თქვათ ის ეგრეთ წოდებული ფიდბექი, როგორც დღეს იძახიან, რაც თქვათ ეროვნული ბიბლიოთეკის აქტიურობას მოყვა. თითქმის არსად ჩვენ ესეთი გადაჭრითი უარი არ მიგვიღია იმისთვის, რომ თქვათ ქართული წიგნების კუთხე გახსნილი იყო, ბუნებრივია მუშაობა სჭირდება დრო, ეს არის პროცესი, სხვადასხვა ბიბლიოთეკაში და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად მიდის ამ მიმართულებით საქმე, მაგრამ ის რომ თქვათ აქამდე რაც უწუნიც მომისმენია, რომ თქვათ ქართულ წიგნებს და ქართულ კულტურას უგულველყოფენ და თქვათ მათთვის ეს უინტერესოა, ნამდვილად არ არის ასე და ეს დაადასტურა ამ კონკრეტულმა ფაქტებმაც და დაადასტურებს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებიც, რომელიც იგეგმება და რომელსაც ბუნებრივია უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რაც შეეხება თქვათ უფრო ნიუანსურ მხარეს, გიორგი გეტყვით, 2 წუთით და შემდეგ თუ კითხვები გექნებათ, დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. მადლობთ. გახსნა საზემო ვითარებაში ამ ქართული განყოფილების ვენის მთავარ ბიბლიოთეკაში მოხდა 16-ში. საკმაოდ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, პირველ რიგში ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც დროებითაც სამდამთავრებიან სადაც არიან ცხოვრობენ ვენაში და ავსტრიაში
გარდა ამისა იყო უამრავი ოფიციალური პირი, კერძოდ სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში ბატონი პაპუნა დავითაია ესწრებოდა ღონისძიებას, ესწრებოდა ქალაქ თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახრედიანი, სასულიერო პირები, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი მეოფე აბრაამი, ვენის ქართული ეკლესიის დეკანოზი მამა ლაზარე, სამად ბეგიშვილი. ავსტრიული მხრიდანაც იყვნენ წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს მეგობრობის სხვადასხვა უამრავი ადამიანი იყო, ჯამში ალბათ სავარაუდოდ 200 ადამიანი იყო. დავამატებდი, რომ ფიდბექი იქ დამსწრეთაგანაც იყო ძალიან საინტერესო და ჩვენ ძალიან როგორც ჩანს არის ნაკლებობად ქართულ წიგნებს და მათ ეს სჭირდებათ რეალურად. არ იყო ქართული წიგნი ბიბლიოთეკაში დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობა ავსტრიულ მხარესთან, კერძოდ კონკრეტულ მოთხოვნებს გამოგვიგზავნიან ამ ქართული განყოფილების შესავსებად. როცა იქნება რაღაც კონკრეტულ წიგნზე მოთხოვნა, ჩვენ გამოგზავნიან ამის შესახებ ინფორმაციას მოგვაწევიან ავსტრიელები, რასაც ჩვენ უკვე ჩვენ მხრივ გავგზავნით. ეს არის ჯერჯერობით ხოლმე ზეპირი და მეგობრული მოლაპარაკება, რომელიც გაფორმდება მემორანდუმით ბოლოს. ჭირდებოდათ სასკოლო ტიპის წიგნები, რომ ბავშვები არა, აქ არ იყო ესეთი, აი გიორგი ჩამოდის დაახლოებით და ლიტერატურაც წავიღეთ და ვინც დაგვეხმარა ამაში. წავიღეთ დაახლოებით სულ 300-მდე წიგნი, აქედან იყო ქართული კლასიკა, ძირითადი ნაწილი და ასევე ბანკურ სულაკავრის გამომცემლობის საჩუქარი დაახლოებით 20-მდე მისი ბათი გამოცემა. მომავალში დავაკომპლექტებთ ამას კიდევ გამომცემელთა ასოციაციასთან ერთად თანამშრომლობით ჩვენ გავგზავნით კიდე ახალ წიგნებს. ძირითადად მოთხოვნა, როგორც ბატონმა გიორგი ბძანა, არის სახელმძღვანელოებზე, ქართული ენის სახელმძღვანელოებზე და საბავშვო ლიტერატურაზე, რომ ბავშვებმა ისწავლონ ქართული და იკითხონ ქართულად. ანუ ავიწყდებათ ქართული როგორც ესე ამბობენ, მშობლები ძალიან ბევრი მშობელი იყო მოსული, ანუ ადამიანი, რომელსაც შვილები იქ გაუჩნდათ როგორც წესი და ამბობენ, რომ თქვა აი ეს პრობლემა ყოველთვის დგას მათ წინაშე, რომ თქვა ქართულენოვანი სკოლა ბუნებრივია არ არის, საკვირაო სკოლის გაკეთების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ეს არ არის სტრუქტურული ხასიათის და რაღაც ფრაგმენტულია და ყოველთვის ჭირდებათ, რომ თქვა ეს თანამედროვე გამოცემები, რომელიც თქვა დღეს აქვს თქვა რომ რამდენიმე გამომცემლობას და ასევე ჭირდებათ ბუნებრივია თვითმასწავლებლებიც ენის რის ნაკლებობასაც თქვა ჩვენ განვიცდით იმ თვალსაზრისით, რომ როგორც წესი ეს ინგლისურ ენასთან დაკავშირებით არის ხშირად და აი სხვა ევროპულ ენებთან დაკავშირებით იშვიათად გამოიცემა და ასე რომ თქვათ ამ მიმართულებით გთხოვეს დახმარება და ეს ძალიან კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გაგვიადვილებს მუშაობას. აქამდე ჩვენ ჩავიტანეთ თქვათ ის წიგნები, რასაც თითქმის ყველა ქართველი კითხულობს, ხო, დაწყებული იაკობ ხუცესის შუშანიკიდან და ვერცხლის ყაოსნი და გურამიშვილით გაგრძელებული და დამთავრებული თქვათ რომელიმე თქვათ 50-იან წლების კლასიკოსის ლექსები, თქვათ ანა კალანდაძის ან მუხრან ვაჭავარიანის, რაც ყველა შემთხვევაში მათთვის იქნებოდა საინტერესო, მაგრამ სხვა მხრივ, აი თქვათ კონკრეტული ლიტერატურის თვალსაზრისით ჩვენ არ გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია თუ რა აინტერესებდათ მათ და ნუ ძალიან კარგი არის, რომ თქვათ თვითონ შემოგთავაზეს ამ თვალსაზრისით აქტიურობა და ჩვენ მიმართეთ გამომცემელთა ასოციაციას, გიორგი მიმართა და მათ თქვეს, რომ თქვათ ამ თვალსაზრისით პრობლემები არ იქნებოდა. ეს გავიგეთ რა მოთხოვნები ქონდათ იმათ და რა უნდათ რომ ჩაგეტანათ, მაგრამ აი აქეთ ამ მხრიდან ვთქვათ რა შემოგთავაზეს, რა უნდათ ჩვენგან, ანუ იგივე წიგნადი ფონდი შეიძლება ჩვენთანაც ბუნებრივია აქ ვთქვათ გერმანულენოვანი დიასპორა არ არის ისეთი მძლავრი, ვთქვათ რომ ყოველ შემთხვევაში ინტერნეტ რესურსები ამ ქვეყნისა და ამენოვანი რესურსები განაპირობებს იმას, რომ მათ აქვთ საშუალება რომ რაღაცები უფრო მეტი იკითხონ, ვიდრე ჩვენებს შეუძლიათ თქვათ საზღვარგარეთ და შესაბამისად ამ მიმართულებით დედაენები და ასე შემდეგ ჩვენთან არ განვითარდება ეს კუთხე, ეს იქნება ძირითადად ბუნებრივია ინფორმაცია ავსტრიის შესახებ, ენის შესახებ და ასევე კლასიკური ლიტერატურა და მოგეხსენებათ რომ ავსტრიული ლიტერატურა არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში, გერმანულენოვან ლიტერატურაში და საერთოდაც მსოფლიოში. რიგ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ თქვათ ავსტრიელი ავტორები ერევათ გერმანულ ავტორებში არა და ეს არის მაინც ცალკე კულტურა ნიუანსური თვალსაზრისით და შესაბამისად ჩვენ ქართველ მკითხველებს ზუსტად ამას გავაცნობთ და ზუსტად ამას გავუმიჯნავთ, რაც მე ვფიქრობ, რომ მათთვის იქნება ძალიან საინტერესო. დაახლოებით თქო მეათე ქვეყანა რაც მე მახსოვს, სადაც ქართული კუთხე და ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. სამოულო გეგმების შესახებ რო გითხრათ, კიდევ რომელ ქვეყანაში იგეგმება? ჩვენ გვინდა რომ თქვათ ახლა
უახლოეს დღეებში არა, მაგრამ სექტემბრის დასაწყისში ჩვენ პარიზიდან ჩამოგვაქვს ძალიან საინტერესო არქივი, ქართული არქივი, რომელიც რამდენიმე ოჯახის გადმოცემული შემოწირულობებისგან შედგება და მუშაობს ძალიან აქტიურად, რომ პარიზში იქაური სათვისტომოს ორგანიზებით არის რაღაც პატარა ოთახი და გაიხსნას პატარა კუთხე მაინც დასაწყისისთვის და შემდეგ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ პარიზის ბიბლიოთეკასთანაც მივაღწევთ ამ შეთანხმებას, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ასევე აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს კონგრესის ბიბლიოთეკასთანაც, რომელიც ბუნებრივია ქვეყნის სიშორის და სხვა ნიუანსების გათვალისწინებით უფრო რთული პროცესია, მაგრამ ამ თვალსაზრისითაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე მივაღწევთ ჩვენ შეთანხმებას და კონგრესის ბიბლიოთეკაშიც გვექნება ქართული კუთხე. ძალიან ცოტა ქართველოლოგია ამერიკაში, განსაკუთრებით ვთქვათ, კონგრესის ბიბლიოთეკაში უშუალოდ ქართულით დასპეციალიზებული რამდენიმე ადამიანმა იცის, მაგრამ ადამიანები არ არიან და თუ ამ მხრივ ვიაქტიურებთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასე კითხვა მოიტანა და უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს ჰქონდეს რაღაც ტიპის ინსტიტუტი საზღვარგარეთ, როგორც თქვათ, აქვს გერმანიას გოეთეს ინსტიტუტი, ან თქვათ საფრანგეთის ზიუმას ცენტრი და ამაზე ალბათ სახელმწიფო სტრუქტურებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, ეს არ არის თქვათ ეროვნული ბიბლიოთეკის გადასაწყვეტი ამბავი, ამაში თქვენ შეიძლება ჩაერთოთ როგორც საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და თქვათ იყოს რუსთაველის ინსტიტუტი საზღვარგარეთ, რომელიც ქართული კულტურის კვლევას მოემსახურება და არ არის აუცილებელი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდეს, ბევრი შტატები შეიძლება იყოს საელჩოსთან არსებული სულაც და ამით გაადვილდეს საქმე და რაღაცა დამატებით თანხებთან არ იყოს კავშირი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა.